უფრო ბედნიერი ხდება. მიუხედავად იმისა, თუ რა ტკივილები შეიძლება ქონდეს მას ამ სოფელში და თქვენი საყვარელი შვილი რომელიც წავიდა, ამაში დაგეხმარათ. დაგეხმარათ და ფაქტის სახეზეა, იმიტომ რომ ღმერთი რომ არ იყოს, ადამიანი რომ უკვდავი არ იყოს, თქვენი შვილი უფროსი ცოცხალი რომ არ იყოს, მაშინ თქვენ ეს სიხარული არ გექნებათ. აბსოლუტურად ადამიანი რომ ცხოველი იყოს, ეგ სიხარული როგორ ექნება, ხო? ამ სიხარულის მიზეზი არის ის, რომ არის ღმერთი და ის რომ თქვენ უკვდავი ხართ და რომ თქვენი შვილი წასული ცოცხალია. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას ის, რომ თქვენ სიხარული გაქვთ. იმიტომ რომ ეს სიხარული არა ამქვეყნიურია, ამქვეყნიურად თქვენ გტკივათ. და ის სიხარული იმქვეყნიურია, სადაც ჩვენ ყველანი წავალთ, რომელიც ჩვენი სამშობლო. ღმერთმა გაგაძლიეროთ.